არ დარჩა მიმართულება ნამდვილად, სადაც ქართული ოცნების რეჟიმი ძალიან უხეშ ჩარევას არაკეთებს, მაგრამ აქ კიდე განსაკუთრებული უხეშობით და ხელის გადაგრეხვით მიდიან. კეთი, თქვენგან დავიწყოთ საუბარი, მთელი ეს პროცესი თქვენ როგორ აღიქვით ამ განსაკუთრებით ამ ხელის გადაგრეხვის ნაწილში და რა საფრთხეებს შეიცავს და როგორ შეიძლება ამ ყველაფერთან დაპირისპირება? დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს განსაკუთრებით აი უნივერსიტეტის დაარსების დღეს ძალიან კარგად ჩანს შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ იმაზე, რა იყო ამ უნივერსიტეტის იდეა და რა არის, რასაც ებრძვიან ამ წუთას. ის რომ 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე არის და ამ დროს გახსნა ივან ჯავახიშვილმა უნივერსიტეტი სიმბოლური იყო თავის დროზეც, იმიტომ რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს, რომ გელათი მან ჩაიფიქრა, შექმნა როგორც სხვა ათინა, ანუ სხვა ათენი. ეს სიმბოლურადაც მეტაფორულად რას ნიშნავს, იცით, რომ ერთი მხრივ ეს იყო დავით აღმაშენებლის დროს მცდელობა შეიქმნა ეროვნული კერა, მაშინ ძალიან ძლიერდება ყველაფერს ქართულად თარგმნიან. მეორე მხრივ ეს უნდა ყოფილიყო ათენში რომ ფილოსოფიური განათლება მიეცემათ და როგორი სისტემითაც იქ ასწავლიან, ისეთი უნდა ყოფილიყო. ამას აკეთებს ჯავახიშვილიც, იმას გერმანიიდან შემოაქვს მოდელი, როგორ უნდა იყოს უნივერსიტეტი, მაგრამ აფუძნებს მას როგორც ქართულ უნივერსიტეტს და ასეც არ ქვევს, ეს არის ქართული უნივერსიტეტი. და ჩვენი სპეციფიკა სწორედ ესაა, რომ ჩვენ გვაკეთებთ ქართულ საქმეს, ვქმნით ქართულ მეცნიერებას და ქართული მეცნიერების სპეციფიკა არის ის, რომ ის არის ღია ნებისმიერი სხვა იმ ცოდნისთვის, რომელიც შემოდის სხვადასხვა გზიდან. და რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებთ, არის ცოდნის გზების დახურულობა. ეხლა რასაც აკეთებს ქართული ოცნება არის ეს, რომ ის შემოფარგლავს, რას ნიშნავს არის ქართული განათლება, იყოს ქართული განათლება და მას აქცევს ძალიან ვიწრო ჩარჩოში და გზებს გვიკეტავს, გზებს კეტავს ის ბავშვობის სკოლის დაწყებული, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ვერ მიიღებენ 12 წლიან განათლებას, ექნებათ ნაკლები შანსი, ექნებათ ნაკლები წვდომა, მერე ეს გადმოდის საუნივერსიტეტო დონეზე. ეხლა საუნივერსიტეტო დონეზე ყველაზე დაფრად და შეგვიძლიათ ეს აღიქვათ ესე, რომ ჩვენთვის ამ წუთას უნივერსიტეტები არის სივრცეები, სადაც ეს სხვადასხვა ტიპის ცოდნა ტრიალებს. სხვადასხვა გზით შემოსული და ჩვენს ვქნით, ხო? და ერთ-ერთი მთავარი იდეა არის, რომ უნდა იყოს აკადემიური თავისუფლება და ჩვენ თვითონ ვქნით ამ პროგრამებს და ჩვენ გვაქვს იქ ამ სხვადასხვა ცოდნის მიმოცვლის არეალი. ეხლა გვეუბნებიან შემოღებული ორი ცვლილებით, რომ მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება გააკეთოს რეორგანიზაცია მთელი ეს კოლეგიური ორგანოები, რომლებიც იქ არსებობს და იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება რექტორი, როგორ იქნება პროგრამები, ეს ყველაფერი ამ ყველაფრის გაუქმების უფლება შემოიღეს თვითონ. და ეს რა შექმნის, იცით, რომ აი ამ სივრცეში მე ვიქნები ვიღაცის გამხომოვანებელი, იმიტომ რომ ამ წუთას უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ასე. ჩვენ რაღაცას ვიკვლევთ და რაღაცას ვასწავლით და რასაც ვასწავლი, იმაში სულ იმას ჩავთავ ხოლმე, რასაც ვიკვლევ. ეხლა იმან თუ დამიდგინა მე რა უნდა ვასწავლო, მე რასაც ვიკვლევ, ის ხო განზე გადგება და როგორი განცდა იქნება, იცით, აი გუშინ ამბობდა თურმე რატი ამაღობელი, რომ გაივლიო ქუჩაში ისეთი განცდაა, რომ თითქოს ეს ხალხი რაღაცას ხვისი ცხოვრებით ცხოვრობდეს. აი არაჩვეულებრივ გამოფენაშიც არის, ხო, რომ რაღაცა გეუბნები, რომ ჩაიცეს პიჯაკი, მაგრამ არ არის ეს პიჯაკი, ჩემი პიჯაკი და ასე იქნება ეხლა და თუ არ იქნება ეს შენი პიჯაკი ვერ ასწავლი ამას. და კატასტროფაა საზოგადოებრივი ცოვილისთვისაც და ძალიან. აი თქვენც ახლა წარმოიდგინეთ ნებისმიერ რაღაც იმ არაჩვეულებრივ გამოფენაშიც არის, რომ აქვს ამ ჩვენც დაგვიდგინეს ცენზურის კანონი და რაღაც სიტყვების თქმა წესით არ შეიძლება. მაგალითად რეჟიმის თქმა არ შემიძლია წესით. და უამრავი რაღაცა ხო? ანუ მარტო ის რომ გექნება რესურსი არ არის საკმარისი რომ შექმნა. აი არაჩვეულებრივ გამოფენაში ხო არის ასე აქვს ის მარმარილო, მაგრამ ვერ აკეთებს, იმიტომ რომ არაფერი სხვა არ უწყობს ხელს. ეხლა ამდენი ხნის მანძილზე მთელი კინოს, თეატრის ხალხის ამ დღეშია და ჩვენ რა წაგვერთმევა, იცით, რისი შანსი, რომ ვილაპარაკოთ ენაზე, რომლითაც შეგვიძლიათ ყველაზე თავისუფლად და ყველაზე ეფექტურად გამოვხატოთ, რაც ჩვენ გვადარდებს და რაც მერე გაჭრის გზას, რომ სხვასაც ადარდებს. მარტო შენ ნაჭუში კი არ რჩები და ამით გადავრჩით ჩვენ მუდმივ